დღეს. მე გინდა იყო ჩემი მესამე ცოლი. სიძახი ბიჭო. მაგალითად ვირო მადლის რო ამბობ? ბოლომდე მიდიხო. იქნებ მარიან სიმიტომ მოსწონხარ ლორენცის ვერსია ხარ. დააფინიშე, მიდი. ნახევარ ფინალში ზიხარ, შეკშურდა 311,000 ხმა. მარიამი და გვანცა ერთად იყო თქვენთან კონფლიქტში. ეს რა გავიტაკეთ, ლაშასა ჩემი რეპუტაცია შეზახეთ, რომ ლაშა შეყვე ტუალეტში ლე. შოქში ვარ. დილა გათენდა, ბოსი წესით ყველაზე ადრე უნდა დგებოდეს და ჩვენ გვაღვიძებდეს, მაგრამ რას აკეთებს ბოსი? სძინავს. ჩვენი ჯავახა ბალიშტ ბოსი ერთი გვერდიდან მეორეზე გადატრიალდება, გადმოტრიალდება, ხან ერთ გვერდს მიუფიცხებს, საწოლს ხან მეორეს. არც პირველი ლედი უთმობს ასპარეს ტრიალში. მოკლედ, ლუარსაბი და დარეჯანი ისევ ჰაუსში არიან. ბოსის მოვალეობა კაცო, ხო არის რომ სამზარეულო გაკრიალებული უნდა დარჩეს საღამოთი და რას ხედავ დილით განვხედავ ეს ვიდატოვა. საჭმელში ბუზია. სარი ეგეთი. რა ვიცი აი ესე დატოვეს ეს დილით ეს შეიძლება. მოსაფარია. ნაცარქექის რეჟიმი აქტივიზირებულია. მადა დაგიკარგება რა. ბუზი დაფრინავდა აკარგა. ნაგავი ყვირის გადამყარეთ. მაგრამ ვინ გაიგებს გოგო ისეთ გაგუდულ სცენარს ბოს რომ ბომბი რო აფეთქდეს მაგასაც ვერ გაიგონებს. აუ ამ ხახვის ამ მაცივარში დატოვება რა პონტია რა. მოკლედ ბოსი ყვავს თუ არა ამ კვირაში ვერ გამოვარ. ისედაც ნახევარ ბოსია და იმ ნახევარსაც არ აკეთებს. ჩვენი ბონდო მისტერ ეტიკეტი დაბრუნდა ჰაუსში. დღეს გავიგებთ თუ როგორ მივირთვათ შოკოლადის ფუნთუშა ცხელ შოკოლადთან ერთად. მოგესალმებით. პრინცესებო, როგორ ხართ? ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. თელები რა ხართ? აუ, ეხლა დაიწყება ჩამაბარეთ, რა ისწავლეთ. რა გახსოვთ? დაადევს თქვენს წინ. ჩვენს წინ დევს ჩაფუშვილი. დაანებე თავი დადევით ეგში. კალათბურთის ბურთში. აუ ეგეთი მახინჯი რატო დაუდე თინათი? მე ლამაზი ფრუნტუშა მაქვს და მე მგონი ლამაზი ქმარი მეყოლება. იმედია, თორე შენი შვილები არ მეყვარება. მომენტი ხა გამოვიდა. როგორ ჩანს, ჩემი ფუნთუშის გაცვლა გეუბნოდა, არამედ ჩემი ფუნთუშაც უნდა, მაგრამ ვერ მოგარდა. მომენტ ორივე აქ რომ მედოს. და მე რა გავაკეთე, იმიტაცია გავაკეთო. მერტო გამაძლიერე. დღეს გავიგებთ თუ როგორ მივირთვათ ეს ფანტასტიკური შოკოლადის ფუნთუშა. მაინტერესებს თქვენ როგორ მიირთმევთ და როგორ. აი მე გოგო რა შვები ხარ. შოქში ვარ. რავი ამას რა მირთმევა უნდა დაიჭირე და მიირთვი. რას აკეთებ გოგო, ნუ აი გამაგიჟებ მე შენ რა. მე რა მშრალია. აუ ეს დაიჭირე. ახლა აქაც რაღაცა გაქვს. კარგით, ეხა მორჩით, ერთი კაი გავიგე ერთი რაღაც თქო. გაჩერდი ვიყურებს. მაშინ რა გავაკეთოთ? მერტო თინათი პატარა ლუკმა და არა თლიანი ფუნდუშა. ხმის აწევა ხო იცი რომ ვიცი და დაწევას. მისლერი გავხდი. მეც. ორივე. აი. ნამდვილი პრინცესები. კარგი ეხლა. შოქში ვარ. დანაჩანგალი შემთხვევაში როგორ ვფიქრობ, რამდენად შესაძლებელია ამის გამოყენება. აუ, всё, არ უნდა დამესვა. შეიცვალა. ფუნთუშაში ჩანგალი არ შეიძლება. ხელები ხო ყველას დაბანებია. ერზოს. არა, მე არა. მე დამამწყდა. არა, ხელებს ადიბან თინათი.
ღმერთო გამაძლიერე. იმხელა ლუკო, კარგი. თქვი რომ გააგრძელე მეთქი? შევწუხდით ინათი. გაჩერდი, ჩამოვწიე ხელები. ორა ჩახრუპუნა. არკა გეხის პირი ოღონ. კარგი, რა საკეთე? რას? რა შვები მითხარი აბა? რა ვიჩა? ჩალბები. ჩავალბე, ხო რა ვიცი, აბა არაფერს არ იძახი და რა. ანუ არ არის საჭირო ფუნთუშა ჩავალბოთ ცხელ შოკოლადში. ეგ სადაური წესია. ხულური. Aujourd'hui c'est bonjour. კარგი მეგობრებო, დღევანდელი დღისთვის ეს იყო. არ მინდა მოურიე. Bonjourne. პუმ პუმ რა მოხდა? ჩიჩკეთ დაგენამა. სათხარ ხახლა მოგადამოდი. დიდი ნაბიჯები რო გავაკეთე, რაღა ლედი ვიქნე. გასწორდე თავი აწიე. აწეული მაგ ხედა. ხელები ჩამოწიე. ხასიათს ნუ მიფუჭებ ძალიან ხო. უი, ეს რა უბანში ვარ? Bon menu ვაკე. Bonjour. ვაკეში ვარ. აბაშიძის ქუჩაზე. კარგი, წავედით მაშინ. მოგესალმებით დრესინგ რუმიდან მოხარულები ვართ რომ დღეს თქვენთან ახალ ექსპერიმენტში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა გამოვა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და დანარჩენი მომანდეთ მე ამ გოგონებს ჯადოსნობას გავუკეთებ. I always know how to work it, and you know that I'm worth it. I got a style of my own, always in my zone, cause you know I'm always perfect. Look at what I'm cooking, yeah, I'm serving it up. Everybody looking cause I'm swerving it up. They just wanna feel, they just want us in love. Once they get a taste, shit, they can't get enough. Who's that girl? Who's that? Wow! Bravo, Tinati! აი, როგორ უნდა გამოიყურებოდ ეს? Wow! აი. წინ დადგები. აი, ყოჩა. Bravo. როგორ მოგეწონა შენ? პარიზი გველოდება. კი. ესეც რაღაცა არის. გრაციოზული და ელეგანტური ხარ. შემდეგს ლუქს ველოდები. Woke up early this morning. Tell me now. Bonjour Paris. Bonjour madame. Bravo. ძალიან გიხდება, ჩახედება. Get for the rooster. ფანტასტიკურია. მეც მომწონს ძალიან არაფერი. სხვანაირი ვარ ხო? Bravo. ველოდები შემდეგ ლუქს. Buongiorno Bondo. Wow, salve. Lasciatemi cantare. Tutto bene. Bravo. Cosa sei? Wow. Grazie mille. Grazie a tutti. Adesso, ai gogo ხარ. ნელა, უფრო ნელა. დააფიქსირე კადრები. 1 2 3 რაღაცა ეს. Bondo, მოვედი ბიჭო. გამოვანარ. არა, შეიძლება შოქში ჩავარდე. ჩემი რჩეული გახდა დიანი. ეჭვიგე პარებოდათ. მე გინდა იყო ჩემი მესამე ცოლი. არა, მე მარტო პირველი შემიძლია რომ. კაი, წავშლი პირველ ორ მეორესთან. პირველი ხარ. არა, ვაუ, წარმოგედი. თან გიხდა. როგორ მოგეწონა? ძალიან მაგარია. ვაუ, არა, ბრავო. აქედან წასვლა აღარ მინდა მოკლედ. შეგვიძლია დავჭეთ სახლიც გვაქვს? რა, რასეთი?
თვის. ეხა ვინდობით, დიდი მადლობა. ჩვენ მზად ვართ მოდის კვირეულისთვის, ასე რომ let's go. Buongiorno. Ciao, buona giornata. რვას კაცი არის საგულშემატკივრო ჩათი ვიღაცამ გამიუქა. ანუ პირველივე კვირიდან რომ ამას ყურადღება როგორ არ მივაქცე. ამ ადამიანის ფარისელობით და ტყუილებით დავიღალე, ხა ჩვეულებრივ ინდურ სერიალს უყურებთ მეთქი რო გეუბნები და არ გჯერათ, ხო? აი ახლა ვიდეო ვნახე. მოდი ჯერ თქვენს ახალ მენტორ ბონდოს მოვასმენინოთ. ბონდო მამულაძე აქ არის ყველას მენტორი. საგულშემატკივრო ჩათი რო გამიუქდა, ხო გახსოვს? შენ ხო გახსოვს. გოგოებმა ეს ყველაფერი იცოდა. ვინ გოგოებმა? გოგოებმა. იმიტომ რომ დილით ტელეფონები, ანუ უცებ შემოვიდათ რომ ადმინების ისე ნახათ და მან ნახეთო. მაგრამ საღამოს ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვი გოგოებს რეაქცია აქვს უყურე რომ უკვე იცოდნენ. ვიღაცამ ჩემი საგულშემატკივრო ჩათი გააუქმა. რა? 1800 კაციანი საგულშემატკივრო ჩათი ვიღაცამ გამიუქმა. რა სიძახი? ანუ პირველივე კვირიდან რომ დავიწყეთ იმის მერე რომ ემატებოდნენ და 1800 კაცი მყავდა ჩატში. ეხლა გამიუქმეს ეგ ჩატში. მე რაც ვნახე იმ ვიდეოში ინტრიგბულს და ცუდი ტონს ვერაფერს ვერ ხედავ. მუზებს ყოველთვის ელემენტარულზეც დიდი ემოციის გამოხატვა შეუძლიათ და როგორც ის იქცევა, ვფიქრობ, რომ ეს არის შიში, რომ შეიძლება ვერ გადალახოს ეს ეტაპი. გოგოებო, გეხვეწებით. ეს რა? მქონდა რეაქცია შენ სცენაზე, ჯავა. რა სცენაზე გქონდა ამას? ესე რომ პიროდი იმასავით. დიანა მეუბნება და ჯერ აქ დიანა რომ ბოდის მიხდით, მოდი ეგ განვიხილოთ. ბოდის მიხდის რომ ეს. იცი რატო არ გაინტერესებს, იმიტომ რომ აი ეგ ჩანს როგორი ინდურ სერიალშია, გოგო. ჯავახა ცდილობს ყველანაირად ჩაატაროს ორ მუზას გასაშავებელი კამპანია და აღარ იცის რას მიედოს, რას მოედოს და ხალხი ინდურ სერიალში ყავთ გამოკეტილები და აყურებინებთ ინდურ სერიალს. აი ამას ამას მან ცუდი გაგაშავა, ცუდი თქვა შენზე რამე. რა უნდა გამაშავოს? ინდურ სერიალს ვაყურებ ეს ხალხი. მე ვარ სიმართლის მოყვარული ადამიანი, ეს ყველაფერი ისეა ცისოით, მაგრამ ესეთი ორიგინალური რეაქცია, როგორ მოახერხეთ რომ დაგედგათ, გეხვეწები მითხარით, სად მიდიხარ გოგო? ეს რა? ჭურჭელი გარე. რა, აქო იცი რა ხდება, მაგრამ რა სიძახი ბიჭო? ეს რა არის გოგოებო? დღეს ჯავახა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გამოხატა ის ემოცია, რომ ის უბრალოდ ელოდა ხელსაყრელ ადგილს, რომ როგორმე ყველაზე საუკეთესო დროს გამოიხატა ეს ემოცია, რომ მეტი ყურადღება მიექცია. სიძახი ბიჭო. სიძახი ბიჭო. რა? გული მოიცა ოთახში შევიდე ჩობია რა გეხვეწი. ან თუკი ჯერ არ არის დრო ხო? აი ამას ვიძახი ბიჭო, ანუ აი რაც არიან ორი იმდენი და სამი იმდენი არიან ქვევით, ხალხო. ხმის ლიდერები დაბრუნდნენ სახში და მაშინაც ტირილი დაიწყეს, ხალხო. ჩვენ ვიყავით ძალიან ბედნიერები, მაგრამ არ გვიტირია. გადაცემა მთავრდება და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ და დღეს არ გვიტირია და დიანამ დაიწყო ტირილი, რომ ჩემ გზნოვებს აუფასურებ ზურაო. მათი რეალური სახე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, ხო სულ მაგას ვამბობდი. ანუ არ გინდათ ვისაუბროთ? დაკავებულები ვართ, გამოვალთ. დარწმუნებული ვარ, დაკავებული იქნები, იმიტომ რომ გაგფაქტ ეხა ინდურ სერიალში რო ხართ, მაგას ვიძახი. როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი? რანაირად გააკეთეს? გეხვეწები ინდურ სერიალის ფილმებში ამიყვანენ, ნახეთ რებს ვაკეთებ. დავინახეთ კამერებო, გეხვეწები. ჩვენი იჩა და ტაპასია ესე. ბოსი ხარ და ხმამაღლა ჩაისუნთქა. გოგონა ხმამაღლა ჩაისუნთქა. ხმამაღლა კი არა ჩაისუნთქა, გადაიფიქრა, დაეზარა თავისი ინდური სერიალების დადგმა. იქნებ ინდოეთში მაინც გამოვიდეთ ბედის სადონ, ჩემი აზრით, მანდ დარჩებიან ნამდვილად. მიდი, კარგად ჩაატარე შენი გაშავე მუზების გაშავების კამპანია. მალე შემოდგომ. მამოვა. იტირე.
ბოსი ყველას აძლევს შენიშვნას, თუმცა თავის ჭურჭელი, როდესაც შეჭამეს, აი ასე მაგიდაზე როგორც იყო, ისე დაყარეს, დატოვეს და სხვათა შორის ბოსი, რომელიც საჭმელს მიირთმევს და თავის თებშებსაც არ აალაგებს. აი წეგან 1 საათის წინ მე ავალაგე ბოსის თებშები, აი აქეთ გადმოვიტანე. მაგრამ ეხლა რომ მოვიდა რომ ამას ხაზი გაუსვა. არც გარეცელი მე მომიწია ალაგება, იმიტომ რომ მინდოდა უბრალოდ სუფთა მაგიდაზე საჭმლის მირთმევა. ანუ ადამიანი როდესაც ვიღაცას შენიშვნას აძლევს, როგორც მინიმუმ პირველმა უნდა გააკეთოს რაღაცა და იყოს მაგარი. არა, ხე, ჩემი თებშები მარიამ აალაგე. ჯავახა მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკებშია ბოსი, რომ თავის თავზე ბოსი დაირქვას, მაგრამ ქმედებაში არაფერი. არა, ერთი ხუთი, კარგი. მე რო ვთქვი ეს ვისი ნაჭამია თქო, შენ რა მიპასუხე? ეს ვისი ნაჭამია? დაანები, არ მიპასუხია ჩემია თქო, ეგ თებშები თქო. ისაუბრობ რომ დაულაგებელი ასახლი გაჭერენ. არ საუბრობ დაულაგებელი ასახლი გაჭერენ. ყველაფერს აკეთებენ. აი რაღაცა პატარა მიზეზსაც კეძებენ რომ ჩამაჭირონ ხალხო. 1 2 3 4 მარიამის მომზადებული სუპი. ვისი იყო ეს თებშები? არ ვიცი, ესე იგი ახლა რა ბარაბაშკები ცხოვრობენ აქ იმის რა ქვია, შმაგის შთამომავლები. აი ამ დროს. წადი კარგო მოდი, ცუდო წადი კარგო მოდი, ფეხით ნუშვები ჯავახ. ნიორი ესე არ ითესება. ნიორის დასათესად ჯერ უნდა გაკვალო გზა, უნდა დაბარო, მერე უნდა ეს მიწა რაც არის გააფხვიერო. ეხლა ეს ნორმალური არის, აი ძალიან ნიორი, ყველგან ნიორი, ღმერთო ჩემო, რამენაირად იქნება ის საყურებს. ინდური სერიალი, ნიორის საყურებს გავიკეთე. შორს დაიჭირო, თორე თავს გაგიტეხავ თქო თუ არა, თმებით გითხრებ თქო, ხო, ბოდიშით, შესწორება. ჩავა კორექტოდ. აი ვის რაში სჭირდება ამისი საწყალი შეყვარებული, რომელიც არის ლორენცოს პატარა პატენტი ვერსია და პატენტებულიც არ არის, უბრალოდ ჩინეთში გაკეთებულია და თემუდან გადმოვარდა ჰაუსში ლორენცო რო წავიდა, იფიქრა რომ აი ისაო რა, პროსტ ანუ არ მესმის. რა ისა მაიცადე მარიამი ჯავახას იმიტომ ხო არ ხდებოდა რომ ლორენცოს აგონია. ბიჭო მეცინება დედას. მაქვს დეჟავუ, როდესაც ხედავ ორ მუზას, მახსენდება ზუსტად იჩოდა ტაპესია და ძალიან მხალისო. იქნებ მარიანს იმიტომ მოსწონხარ ლორენცოს ვერსია ხარ, ამაზე დავხდი. იმ ქიმიას ჩვენ ყველა ვხედავდით და აქ ქიმიას მე ვერ ხედავ. რეალობასთან კავშირი დაკარგა მე მგონი ამ ადამიანს. ხაბარა სირცხვილის ნამუს და სირცხვილი ორივეს დაკარგული გაგვკარი, ისი უნდა შეგწყვეტ, ხო? გეხვეწები. აი ლორენცოს რა ვიცი ხა, იმ ქიმიისგან სულ ყველანი გავგიჟდით, დავდნით, ავფეთქდით და ჩემთვის პრობლემა არის და შეშურდა. ალბათ მარიამს უფრო გაუღვივდა ჯავახას მიმართ. გრძნობები, როდესაც ესეთი მსგავსება დაინახა. სიცოცხლეს ამბობს, არც ხონემ რამ ხელა ქალს. არა. ჩვენ რატო უნდა გვცხვენოდეს? ისე ჯავახ, რა ქვია, სხვა დანარჩენ კაცებსაც მოუყევი, როგორ აპატიე მარიამს ესეთი რაღაცა. ყველას თავის ქმედებების თვითონ უნდა სცხვენოდეს. რამდენჯერ უნდა დაგიჭირო ფაქტზე რომ აი ეს ხალხზე манипуляციას აკეთებს შენი ინდურის სერიები. გადამწარებული ხარ ნახევარ ფინალში ზიხარ, შეგშურდა 311,000 ხმა. სანამ თინათინ და დიანა მაგ ხმებს აიღებდნენ ლაივზე რომ ვიჯექი, ზუსტად იმას საუბრობდი, რასაც მაგამდეც და მაგის მერეც ხალხო და ძალიან გთხოვთ, მითხარით, ვისი ხმების უნდა შემშურდეს. თქვენ ერთ გულებაზე დაიწყეთ პირველ რიგში საუბარი და ეგ სიტუაცია გაარჩიეთ, რომ ლამის სხვა კაცს აკოცე აქეთ 2 მეტრაში რო ყავდა შეყვარებული. საქციელი ჩვეულებრივად იყო ის, თუ როგორ შეიძლება ადამიანზე პროვოკაცია გავაკეთოთ და გავაღიზიანოთ ადამიანს და წყობილებიდან გამოვიყვანოთ. ლორენცოს ხსენება როგორ მწარეთ ეწვევათ ღმერთო ჩემო. გაიცა იმენა. რადგანაც გადაწყვეტა რომ სხვა ადამიანის როლს თუ მოირგებს, უფრო კაი ტიპი იქნება. ყველა საქციელი, რასაც შენ იმეორებ, კოპის ფასს აკეთებ ჩვეულებრივად. ვერ იზარ. ვაუ, რა გახდება. კარგი, დავითი ლაივში ეხა შევადა. მოგესალმები. Hello guys. აი ხა 50 კაცში გეუბნებით. აი რამდენად ვიმსახურებ, რომ
მიხილოთ ფინალში. კი, ვა, თქვენ გენაცვალეთ, ხო და თქვენი იმედი მაქვს მაშინ. ხალხი მიწერს შენ იმსახურებ პროექტში დარჩენას და ფინალში ყოფნას. უნდა ვიბრძოლოთ, აბარა, მიყვარხარ, შენი გულშემატკივარი ვარ, გენაცვალე შენ. ფინალში ვიმსახურებ ვიყო, იმიტომ რომ მე ვარ სამართლიანი, პოზიტიური, ენერგიული. რა მანახი ისეთი გოგოინს შემთთვის ლამაზია. განახი, ჩემთვის ყველაზე ლამაზი სახლში არის დიანა. დამცხარავ თქვა ხალხო, მაწითლებენ. უბრალოდ ტელეფონები რომ შემოდის, ყველა მაქსიმალურად ცდილობს რომ თავისი ამბები მოაგვაროს და მაგიტომ ვერ შევძელი რომ მივსულიყავი და ეს ყველაფერი თქვენთვის დამენახებია. მოერიდა ხალხო. თავი შეიკავა. ნამდვილად რომ მეკორო ადამიანთან და არ გინდა რომ კამერებში რაღაც შეკითხვები დაუსვა, ეგ არის ნამდვილი მეგობრობა. შემოდის ტელეფონები და გვიგზავნიან ესეთ ვიდეოს, სადაც ჯავახა საუბრობდა ჩვენს შესახებ, თუ როგორი კარგი, გამგები, მხარში მდგომი და ასე შემდეგ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და არ დაგვიფასდა. და ახლა ბედნიერი არის, რომ ჩვენ როგორც იქნა თვალები ავახილეთ და ყველაფერი ნათლად დავინახეთ. იმიტომ ვარ ბედნიერი რომ მუნზებმა თვალები გაახილეს. მაგრამ საღოლს, მუნზებს საღოლო ხმას არ იღებდნენ. როგორ ჩაყვა? მაგარი კატეხილში იყო, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. რა ეგ არის ნამდვილად რომ მეგობრო ადამიანთან და არ გინდა რომ კამერებში რაღაც შეკითხვები დაუსვა. ეგ არის ნამდვილი მეგობრობა, ოღონდ მართლა. თუმცა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რა ნარატივებს ავრცელებს ახლა ჯავახა, რომ როგორი ცუდი მეგობრები ვართ, რომლებმაც ესე ცუდად მოექცნენ ყოფილ მეგობარს. ვეღარ გავიგე, წინა კვირას ასე ფიქრობდა, ახლა ასე ფიქრობს ყოველ კვირას ჯავახას, ეცვლება დამოკიდებულება და წარმოდგენა იმაზე, რაც სჭირდება და როგორი ნარატივები უნდა გაავრცელოს ახალ კვირაში. ჯავა, აი თქვი გულწრფელად. კარგი მეგობრები ვიყავით თუ ცუდი შენი აზრით. ვისთან მიმართებაში? ვისთან და ლელოსთან თუნდაც. როდესაც ლელომ ნაბიჯი გააკეთა, თქვი რომ ეგ ნაბიჯი იყო არასწორი. იმ შემთხვევაში მომენტალურად თქვენ მიმაჩნდეთ რეალურები იმ შემთხვევაში თქვენი ემოციებიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა ნახე. რაღაც მომენტში დავფიქრდი იმაზე, რომ თქვენი ეგ რეაქციები იყო გადაზედმეტებული, იმიტომ რომ იმასაც ვიძახი, რომ თინათის кайხანია თვალები გახელილი აქვს, მაგრამ ხუჭავდი და არ იძახდი. უბრალოდ პროექტში არ განიხილავდი ამას, მაგრამ ძალიან ბევრი შეკითხვები ქონდა ბიჭებთანაც და ლელუსთანაც, მაგრამ ამას პროექტში არ განიხილავდი. თვალები გახელილი ქონდა кайხანია, მაგრამ არ გინდოდა რომ ეს ყველაფერი ჰაუში გამოგეტანა. შემდეგი, უყურეთ, როდესაც ლელომ არასწორი ნაბიჯი გააკეთა თქვენ შორის, მე ხმამაღლა თქვი ეს ყველაფერი, მაგრამ მე თქვენი საქციელი რა საქციელი? აი, უყურე. ნახე, შეიძლება დავამთავრო? შეიძლება? ფაქტობრივად და მეგობარი როცა ასეთ ნაბიჯს აკეთებს შენთან, ელემენტარული მაინც უნდა დაელაპარაკო და არ უნდა შემოხვიდე ინტერვიუზე და იმ ადამიანის ჭამა არ უნდა დაიწყო. ლელუსაც ზუსტად მაგის გაკეთება უნდათ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად დაატრიალეთ ეს სიტუაცია, შეხვედით ინდური სერიალი დადგით ტაპასია და ინდირა თუ რაღაც რო ქვიათ და აი ამის შემდეგ უკვე მიუგდეთ ხალხს ლელუ რომ ეჯიჯკნა. იძახდა, აი ესეთ რაღაც, აი ესე დღეს კიდევ იძახის, აი ესეთ რაღაცებს. აი მაინტერესებს, უსმინე ამ საუბარს. რა 10 დღის წინ ეს რამდენი დღის წინ? 10 დღის შეიცვალა ადამიანმა 10 დღის მანძილზე თავისი აზრი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეხლა ესე სჭირდება. ეხლა მე ყოველთვის ეს ბლინები ბედნიერი ვარ. გოგოებმაო, მუზებმაო, თვალები გაახილეს. ხო და აი ნამდვილი მეგო, აი უსმინე რა სიძახი. აბა კარგად მოусმინე. არა, ვიცი. კარგად მოусმინე. ვიცი რა ვისაუბრე, ვიცი. ხო. და ეხლა შენ ამ ვიდეოში იძახი ჩვენ ვიყავი ნამდვილი მეგობრები. გამოიყენა რომელი ადამიანები, როგორც ცუდი მეგობრები. ადამიანები, არა, მე არ ვაცდი დიანას საუბარს, არც შენ არ დაგაცდი. შენ გინდა რომ ორი მუზა გამოიყენო, როგორც საშინელი ადამიანები. ცუდი მეგობრები. ჩასვა. ეს არის ფრაზა, რომელიც გინდა გაგვაჩავო.
აი ესე როგორ დაგარიგეს გოგოებო, ისე ძალიან სწორად მოგხდეთ. ეს ფრაზები ადამიანი რომელიც აი ეს არ მოგივიდა ვის დრამებზე რას ლაპარაკობს. მოდი ეხლა გეტყვით ეს დრამა. გოგო აქ იცი რა მომენტში და ჩვენ ამენრა ცოტა მომენტები მქონდა. ჩვენ არ ვიმსახურებდით იმის რომ გამოვხატოთ. მე და გელაპარაკები ჩვენ არ ვიმსახურებთ და იმის უფლება არ გვაქვს რომ გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. ანუ შენ გამოხატავდი შენ ემოციებს და ჩვენ რო ჩვენი ემოციები გამოგვეხატა იმის უფლება არ გქონდა. ეს ჯავახას რეიტინგების აწევა სჭირდებოდა. ის ძალიან კარგად მოგვიცუცხდა გვერდში, გვამხნევებდა. მაყურებელს დაანახა, ვითომ ჯავახა ესეთი გვერდში მდგომი ბიჭია, არის ირო გარინერვიულად გოგოებო, ნუ ხართ ეგრე. მაგრამ ეს მოდი გიმღერებთ, ცოტა ხასიათზე მოდით და ჩვენთან ერთად მოდიოდა და მღეროდა და ჩვენ გვიმღერებდა ჩვენივე სიმღერებს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია იმისთვის, რომ თავისი რეიტინგები აეწია და ეხლა კიდევ ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი რეიტინგები დაწიოს. დიალოგში რატო არ შემო? არა, დაბძანდი. სიმართლე რო გითხარი? სიმართლე რო გითხარი? ლორენცოს მეტი არაფერი არ თქვენ ისევ გადაიყვანე, შენ ისევ გადაიყვანე თემა ერთი და მეორე თემაზე, რომელიც აბსოლუტურად არ აქვს უბრალოდ ნახევარ რომელიმე ვისაუბრეთ დაბძანდი. მუზა გააშავო, ის რაც დაგარიგეს ეხლა შემოხვედი მეუბნევი, და მიდიხარ ეს წინადადება გინდა რომ გამოჩნდეს გადაცემაში. ბედნიერი ადამიანი ხარ, ბედნიერი ადამიანი ხარ, რომ გოგოებმა თვალები გაახილეს და აიო მეგობრებიო, აიო მეგობრებიო. არა დიანა, ეს ორივე თქვენ და ჯავახას გჭირდებოდათ ეს და იმიტომ გააკეთეთ. რა შუაშია გჭირდებოდა? ერთსაც არ გაუკეთებდი ეგეთ რაღაცას გადაცემაში რომ რა გავაკეთებ? სანამ ჩვენი ინტერვიუ გავიდა ჯავახა, სანამ ჩვენი ინტერვიუ გავიდა 22 საათში გავიდა ჩვენი ინტერვიუ 22 საათში გავიდა ინტერვიუ 22 საათში გავიდა ინტერვიუ და მაგ დროში უკვე ისეთი ამბავი იყო ატეხილი ინტერნეტში თინათინი გამართავს დაბძანდი და ისაუბრე. არ მართავს მე. რატო გეშინია თინათინის გარსაუბრე? მე არ მეშინია და არაერთხელ მისაუბრია მე შენთან. აი ესე. შემოვიდა ტელეფონები და ხედავ იმას, რომ მუზები და ბონდო საუბრობენ. და თინათინი ამბობს, რომ ლელოს ჩხუბის მეტი კონტენტი აქ არ ქონია. ხოლო ჩხუბის კონტენტი ქონდა ლელოსო. ჯერ ვურჩიეთ, რომ ლელო აიღე და ანუ რამე ექსპერიმენტები ჩაატარე, რამე მოიფიქრე. უყურე თუ თავისი ხაზი არ ჩანს. და თუ რაღაც მიზანი არ ქონდა სხვა, ადამიანი მარტო კონფლიქტებში იყო გარდა ჩვენ მეგობრობის. ანუ რა ნამუსით ამბობთ ამას პროსტა? აი რა ნამუსით ხალხნო? მთელი 2 თვე თქვენს გამოვჩხუბობდი ფაქტობრივად და თქვენი ჩხუბებიდან გამომდინარე მე ჩემი პირადი კონფლიქტები მიჩნდებოდა იმ ადამიანებთან და რას მელაპარაკებთ? ლელუს ქონდაო ჩხუბის კონტენტიო მარტო. და ანუ ჩემთვის ჩხუბობდითო მე თქვენთვის ჩხუბობდი. ჯერ ერთი კონფლიქტი არ გაცივდა, აი ესეთი განერვიულებული ვართ და ლელუ გვიხმობს გვერდით და გვესაუბრება. მოკლედ რიგში არიან. არა მარტო ჩვენთვის ანუ დაიცადე შენი კონფლიქტები არ გქონდა ლელო. თქვენიდან გამომდინარე. შენ გვანცესთან პირადი კონფლიქტი არ გქონდა. ვაიმე რა სიძახი გოგო პირველივე დღიდან ერთმანეთს აკიდე ერთი წუთი ჩვენ გქონდა. ჩვენ გქონდა მარიამთან კონფლიქტი და არა გვანცასთან. წამი რა დიანა ძალიან თქვენ მარიამ საუბა მხარი გვანცა მარიამი და გვანცა ერთად იყო თქვენთან კონფლიქტში გოიმებს რომ გეძახდნენ და აქედან გამომდინარე მე რო თქვენ გიცავდით მე შევედი უკვე გვანცასთან კონფლიქტში დიანა ძალიან გთხოვ რა და რო ამბობთ რომ ლელუს მარტო ჩხუბის კონტენტი ქონდაო ლელუს კონტენტი საერთოდ არ ქონია ხო მაშინ საერთოდ არ ქონია ხო მე არ მაქვს კონტენტი და მე ამას ვამბობ რომ მე კონტენტი ამ პროექტში არ მქონია იმიტომ რომ მე ვარ რეალური ადამიანი და რუსამართლობას რო ხედავდი ამაზე მომდიოდა თუნდაც კამათი თუნდაც რაღაც გამო მე რაც ვიჩხუბე და ვიცი გამარჯვების გულისთვის არ არისო და მე იმიტომ რომ ესეა იმიტომ რომ ანუ ადამიანები როცა შემოდიან პროექტში ან შედიან იმის გულისთვის რომ გამოხატონ თავი პიროვნულად და დაანახონ თავის ხაზი მე შემოვედი რომ ჩემი ფოტოგრაფიის გვერდით პოპულარული გამხდარიყო ვერ გააკეთე ხო
ხო ის? რა მნიშვნელობა აქვს? ეგ ხო შენი პრობლემა არა? როცა რეალიტი შოუში შედიხარ, ყველას გააჩნია თავისი რაღაც მიზანი. ვიღაცას გამოხატოს თავის თავი, ხაზი, პიროვნება, ან უბრალოდ გამარჯვება. მაგრამ როცა საცხოვრებლად რეალიტი შოუში არავინ არ შემოდის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვურჩევდით ლელუს მეგობრულად, რომ ყველანაირად გამოიყენებინა ეს შესაძლებლობა და გამოეხატა თავის თავი როგორც ფოტოგრაფს. და აი ეს ჩანაფიქრი ფოტოგრაფიის ხაზი რეალიზაციის გარეშე დარჩა. მე მეწყინა ხალხნო ის, რომ ლელუს კონტენტი იყო მხოლოდ ჩხუბიო და იმ ჩხუბზე ამბობთ, რის გამო ჩემი 90% ჩხუბები იყო თქვენს გამო. რაც ლელუსთან დავიშალეთ, იმის მერე ძალიან ხშირად ლელუ იხსენებს სიტუაციებს, სადაც ის ჩვენ ვიცავდა. ისე გამოდის, რომ ლელუ თითქოს გვაყვედრის. სადაც შენ იყავი, იქ ვიყავით ჩვენც ყოველთვის და თუ შენ არ იყავი, ჩვენ საუბრობდით შესაძლებლად. ვიცი, ჩვენთან კომუნიკაციაში შუქი მიეფინა შენს იმ თვისებებს, რაც მაყურებელმა ესე საყვარლად დაინახა. კომუნიკაციაში კი არა, გოგოებო. მე ჩემი თავი დავანახე მაშინ მაყურებელს, რომ ვარ სამართლიანი ადამიანი და ვარ მეგობრული ადამიანი, ხვდები? შეიძლება შენი აზრი იყოს, რომ დიანა არის ჭკვიანი, მაგრამ რომ დიანა არის ეშმაკი, ეს რა აზრია? ბოლომდე, მიდი გწყავ. დააფინიშე, მიდი. ნოკაუტი გვინდა, ნოკაუტი. თინათინ, მოდი ესე გავიარო. ვირომადლი, რა გაგრძელება მოყვება ვირომადლს? ვირომადლი ვინ არის, იცი? ვირომადლი რა? ვინც ივირავა? კი, არა, ვირი ვარ მე, იმიტომ რომ მე ვირი ვარ მე, რომ შენ მადლები გაგიკეთე. ანუ ვირომადლი? არა, მე გაგრძელება რა? მე ვარ ვირი. იმიტომ რომ ვირი მოიყვანი, ხო, ვირომადლი და შემდეგი სიტყვა ვის ეკუთვნის? ვის ეკუთვნის? ვინც ივირავა, ვინც იყო ის, ვინც ათრია. ეს რო გიქენიო ვინ უქნა? ვისაც გაუკეთა სიკეთე. ხო და ანუ ვინ უქნა? ვინც იყო ვირის დარჩა? არა, ანუ ხალხო რას ხო და ვინ უქნა? მე რა ეს ვინ უქნა? ვინ და ანუ მე რო ვიყავი ვირი და ვივირავე და ვათრიე. აი ვინ არის? ვირი ის არის და ვინ არის ის გამოიყენა გოგო? ვინც გამოიყენა და ვირი არის ვინც გამოიყენეს. და ვინც უქნა ის ვინ გამოიყენა? რომ ვინც ივირავა ის არის ვინც გამოიყენა. ანუ მე ხვდები? ჩემი აზრით. კი, ჩემზე. ანუ ეხლა გადმოატრიალე. რაც შეეხება ვირომადლს. კაცო, მე ვიძახი რომ ჩვენ რაღაცა ვივირავეთ, რაღაცა გავაკეთეთ და ამ შემთხვევაში არ დაგვიფასდა და ამ შემთხვევაში კითხვის პასუხი ვინ არის ვირი არის მე მგონი გასაგები ჩვენ ვირი ვინ არის პასუხი ხო და გაგიგე და ანუ ის ვირი ვარ მე ხო და ის ვინ არის ვინც უქნა ის ვინც უქნა ვინ არის ვინ გამოდის ანუ მე უმადური ადამიანი რომელს უგუშნი მატკირო ვეღარ გავიგე ორივეს უგუშნი მატკირო მაგრამ არსად მარიო მიდი ჩაერთე გოგო ჩაერთე მიდი მაგარი ბრძოლა იქნება გოგო მე ტუალეტში შევიდაო და ლელოს დაეხმარო მე არ გამიკეთებია ეს ემოციები და შენ დიანა მე არ შენ უბრალოდ აი რა შევიდა ყვირილი ბოდიში არ მაქვს მოსახდელი გამხატო და თინათინმა მოგიხადა რამოდენიმე ანუ მეც არ მქონდა მე ეგეთი რეპუტაციაზე თქვენ მეც არ მქონდა შენ დაი მე ცალ-ცალკე მელაპარაკე ბოდიში მიიღო გაიგე და იმის შეიძლება არ გაკეთო ფულწერფელად მოიხადო და მე გეტყვი ეხლა მე გეტყვი ხო და შენ რო ეშმაკზე დადგი ამხელა დრამები მე ტუალეტში ლაშა შეყვეცა ანუ მაგერხო დამასრულებინე ხალხო დრამა არის ხო და წაკითხვა და ესე ზარწაი მითე დრამა არის ამერახო დამასრულებინე დრამები შეიძლება წავიყვანო ხალხო ანუ არ გინდა დავასრულო რომ აზრი მივიდეს მაყურებლამდე აი ამას არ მასრულებინებ და არა შენ ვიძახი რომ ჩვენ დრამები გავთ შენ რო ეშმაკზე დიანა შენ რო ეშმაკზე დრამები დადგი შეშმაკზე მე ეგეთი დრამები იმაზეც კი არ დამიდგას ლაშას ტუალეტში შეყვესო რას ლაპარაკობ გოგო მე შევედი და ვაიმე ეს რა გამიკეთეს ლაშას და ჩემი რეპუტაცია შენახეს რომ ლაშა შეყვე ტუალეტში ლეუიცადე და დაეხმაროს და ვაიმე
ეს რა გამიკეთეს? მაინც ცუდად ეს გავაკეთე მე. იმიტომ რომ დიდი შეურაცხყოფა მომაყენეთ, გოგო. 1000 რამე გამაბრალე. დრამა და კონცერტი დადგიმა. დიანა, ფიზიკურად ვერ გესაუბრებ. ხედავთ, ეხლა ხო მარტო მე ჩემზე ხმამაღალი ხმა გაქვს. ჩემზე, იმიტომ რომ საუბრობ და მეჩრები საუბარში. მეჩრები საუბარში. მე აზრი ვერ მიმაქვს მაყურებელთან, იმიტომ რომ თქვენ არ ანუ არ მალაპარაკეთ. ბოდიში არ ჩვენის ამას დიანა. იმიტომ რომ ეს იცი რა არის, თქვენ არ გინდათ რომ თქვენი თემებზე ვინმე გაგახსენოთ, მაგრამ თქვენ ხართ უნდა ახსენოთ რა სიტუაცია ლაშქარი უნდა ახსენოთ. ანუ თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ სხვა მეტი არაფერი არ მაქვს. დედას ფიცავარ. ანუ შოკი მაქვს. ფიზიკურად დედას ფიცავარ, თქვენ მე ვერასოდეს ვერ მოვალ თქვენამდე. ძმას ფიცავარ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ეშმაკები ვართ. კი. თქვენამდე ფიზიკურად ვერ მოვალ, დიანა. იმდენად არ შემიძლია, ანუ თქვენთან საუბარი არის ძალიან რთული პროსტა. ანუ ფიზიკურად არ შემიძლია. ესე იგი, არავისთან შეცდით მართალი ვერასოდეს ლორენცოსთან არ იყო რთული ჯავახასთან. იმიტომ რომ მარცხთან თქვენ დაცვა საერთოდ არ ჭირდებოდა. და ჩვენთან ორ მუზასთან თურმე რთული ყოფილა. არა, შენ ეხლა უბრალოდ გჭირდება, რომ ეს თქვა, რომ ვაიმე თქვენ თურმე რა ყოფილხარ, თქვენ ეშმაკები ყოფილხარ. მიდი, ფანდური წააკი, ფანდური, გიტარა მიახმარე, გოგო, მიდი. მარტო არ უსარტოვი და ეხლა რატო დატოვე მანქო, ფანდური, მიდი. მე რინზე სიმღერა ვის გაუგია, გოგო, მიდი, ებრძოლე, მიდი. გუზა. მიდი, გოგო. დიანა, ეხლა ვერ გესაუბრები, გოგო. მე ფიზიკურად ვერ საუბრობ. და აი ესე ფიზიკურად ჩემი ხმა მოგდით მე. ჩემი აზრები ვინმეს მოგდი? ვერ მოგდი ხალხო. იმიტომ რომ მათთან ემოციები და სენტიმენტები არ მაკავშირებდა. იმიტომ რომ მათთან სენტიმენტები და ემოციები არ მაკავშირებდა. ეშმაკს რო შეადარებ ადამიანს. რა, მე რა პრობლემა? ეშმაკი და ეშმაკურად მოიქეთი არასოდეს არ შეგიდარებია. აი, გეხვეწები დიანა. რა დრამებს გამ? არასდა ადამიანურად რა დრამებს გამ სანტიმენტები გამ და ეხლა შენ პროსტად გაწყობს და ადამიანურად გეკითხები რა დრამებს გამ როგორ ვაკადე რომ აი იმაშიო არ გეყოთ ჩემი დაბულიგება ჩემი გაშავება დაბულიგება შენ არ გეყოთ შეურაცხყოფა არ გეყოთ რა შეურაცხყოფა ეშმაკზე ჭკვიანები რო ხარ ეს შეურაცხყოფა ეშმაკზე შეურაცხყოფა რატო გადაჭკვიანი ეშმაკზე ჭკვიანი რო ხარ? ეს არ შეურაცხყოფა. ეშმაკზე ჭკვიანი რა ხარ მიჭი? ამდენჯერ არ დავარდებოდი, წვირს არ გავიტეხა. სად გაიტეხე? გავიტეხე. აქეთ გადააშავეთ ყველა. ყოველთვის აი, რიცი ვაშავებ? თქვენი ქმედებებით და თქვენი სიტყვებით თავს იშავებთ და მე ჩვენ გვაბრალებ. გადაწყვეტე. ხო არის ეგეთი ჭორები ხო დადის რომ სხვათა შორის მე უკვე ვფიქრობ რომ გულწრფელები ხარ. ხო და დღევანდელი კადრები რაც ნახე რა გჭირს? მე აგრეთვე მაშინ რასაც ვფიქრობდი იმას რატო აი მართლა მაინტერესებს? იმიტომ რომ ზოგადად გაჭირება ადამიანებს აერთიანებს და ვფიქრობ რომ და მანამდე ასე არ ვიყავით როგორც ახლა ვარ. აი ახლა ნუ მალაპარაკებ. შეირგე რაც გითხარ. მართლა მაინტერესებს. მოდი. ამოგოს მას აღარ გაუშვებ და ბონდო ძალიან ხორო. დამით მე ამ შემთხვევაში. ხო დღევანდელი კადრები არ გასულა ჯერ რა კადრები ამბობ. აუ ევენა ოღე ბრძოლა წავიდა ხმალი მის მომიტანეთ. დეიხი უკან. ესე იგი ქალბატონებო და ბატონებო გვაქვს სურვილი რომ ჩვენებურად ვიცეკოთ როგორც შეგვიძლია და ვისაც სურვილი გექნებათ გთხოვთ აი ჩვენი მუსიკის დამკვრელები მეგობრებო ახალი ისა მაგ შაბათს ვიღებ დამკვრელი ვარ შეგიძლიათ გიტარაში ჩაუგდე მეფელირი როგორ დგას ნახე მეშინე არ ჩავწყვეტს პირდაპირ არა ისი როგორი მომენტია მე მგონი გაბრაზებულია დევიდი არა კაი დევიდ ნახე ჩვენ დაგასწავლეთ როგორ შეგვიძლია მოთაფლად. მე შენ წადე, მიდი. გასწავლის ფონდო მოგვიანებით. თელის ნახას გავდივარ. ლა րա 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 რა რა რა
ერთიც ნებო ხალო